წითელქუდა. იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა სოფლელი გოგონა. ისეთი ლამაზი, კაცის თვალი უკეთეს ვერ ნახავდა. დედას ხომ უყვარდა და უყვარდა. ბებიაც სიმნიავს არ აკარებდა. კეთილმა ბებიამ გოგონას პატარა წითელი ქუდი მოუგზავა. ეს ქუდი ისე უხდებოდა, რომ თავიდან აღარ იშორებდა. ამიტომ ყველა პაწია წითელ ქუდას ეძახდა. ერთხელ დედამ ქადა გამოაცხოდა გოგონას უთხრა. წადი ბებო მოიკითხე, გავიგე ავად გამხდარა. ეს ქადა და პატარა ქილა ერბოც წაუღე. წითელ ქუდამ მაშინვე გასწია ბებიასაკენ. იგი მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. მიდიოდა და თან მღეროდა. წითელი ქუდი მახურავს, წითელი კაბა მაცვია, ბებიკოს მოქსოვილია, ბებიკოს ნაჩუქარია. ტყეში რომ შევიდა, ერთი მაწანწალა მგელი შემოხვდა. გელს პირზე ნერწყვი მოადგა, მაგრამ გოგონას ვერაფერი გაუბედა, რადგან ახლომახლო ტყის მჭრელები ეგულებოდა. გელმა ჰკითხა, საით მიდიხარო? საბრალო ბავშვმა აბარა იცოდა, რომ გელთან სასაუბროდ არ უნდა შეჩერებულიყო და უპასუხა. ბებიას ანახავად მივდივარ, დედაჩემმა ქადა და 1 ქილა ერბო გამომატანა. ბებია შენი შორს ცხოვრობს? კითხა მგელმა. დიახ, უპასუხა წითელ ქუდამ. აქ იმ ჭიშკულის იქით სოფლის განაპირაში რომ სახლია. კეთილი, უთხრა მგელმა. მე წამოვალ ბებია შენის სანახავად, ოღონდ მე ამ გზას დავადგები. შენ კი იგერ იმ გზით წადი, აბა ვნახოთ ვინ უფრო ადრე მივა. გელმა რა ძალიდაღონე ჰქონდა მოკურცხლა. იგი მოკლე გზას დაადგა, გოგონა კი გრძელი გზით წავიდა. გზაში ხან თხილს კრებდა, ხან პეპლებს დასდევდა, ხან კი ყვავილების თაიგულს კრავდა. გელი უფრო მალე მივიდა ბებიასთან და კარზე დააკაკუნა. ვიხარ? შენი შვილი, პაწია წითელ ქუდა. შეცვლილი ხმით უპასუხა მგელმა. დედაჩემის გამოგზავნილი ქადა და 1 ქილა ერბო მოგიტანე. კეთილი ბებია ცოტა შეუძლოდ იყო და ლოგინში იწვა. ურდული გასწიე და კარი გაიღება. გააგონა მწოლიარე. გელმა ურდული გასწია და კარი გაიღო. შევარდა სახლში, ეცა ბებიას და თვალის დახამხამებაში შესანსლა, რადგან თითქმის 3 დღე პირში ლუგმა არ ჩასულდა. მერე კარი დაკეტა. ბებიის ლოგინში ჩაწვა, პაწია წითელ ქუდას დაუწყო ლოდინი. გოგონამ ცოტა ხნის შემდეგ კარზე დააკაკუნა. ვინ ხარ? პაწია წითელ ქუდამ გლის ბოხი ხმა რომ გაიგონა შეეშინდა, მაგრამ გაიფიქრა. ბებია გაციებული იქნება და უპასუხა. შენი შვილი, პაწია წითელ ქუდა ვარ. დედაჩემის გამოგზავნილი ქადა და 1 ქილა ერბო მოგიტანე. გელმა შეცვლილი ხმით უთხრა. ურდული ასწიე და კარი გაიღება. წითელ ქუდამ ურდული გასწია და კარი გაიღო. გელმა რომ დაინახა ოთახში შემოსული გოგონა, მაშინვე საბანი წაიფარა და უთხრა. 1 ქილა და ქადა, სკევჯზე დადედა, მოდი, ლოგინში შემომიწექი. წითელ ქუდამ ტანზე გაიხადა და ლოგინში შეუწვა. გაუკვირდა გოგონას როგორი ყოფილა ბებიაო და უთხრა. ბებია, ეგ რა დიდი ხელები გქონიაო? ეს იმიტომ რომ უკეთ მოგეხვიო ჩემო გოგონა. ბებია, ეგ რა დიდი ფეხები გქონია? ეს იმიტომ რომ უკეთ ვირბინო ჩემო გოგონა. ბებია, ეგ რა დიდი ყურები გქონია? ეგ იმიტომ რომ უკეთ გავიგონო ჩემო გოგონა. ბებია, ეგ რა დიდი თვალები გქონია? ეს იმიტომ რომ უკეთ დაგინახო ჩემო გოგონა. ბებია, ეს რა დიდი კბილები გქონია? ეს იმიტომ რომ უკეთ შეგჭამო. თქვა და ალმა მგელმა პაწია წითელ ქუდა გადაყლაპა. ამ დროს ბებიის სახლთან ტყის მჭრელებმა ჩაიარეს. გაიგონეს ხმაური, შეცვდნენ სახლში, გელი მოკლეს, მუცელი გაუფატრეს და ბებია და წითელ ქუდა უნებელი გამოიყვანეს. ჭირი იქა, ხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. ტკბილი ძილი ჩემო პატარებო.